მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ წავა ჩემი ცხოვრებიდან და ვინ შემოვა. დღეს ამ პოზიციანი გაშლა გვაქვს, თქვენს წინაშე არის სამივე პოზიცია. აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, თუ მალე ვერ არჩევთ პოზიციებს, ვიდეო გააჩერეთ და მზად რომ იქნებით შემდეგ განაგზეთ ყურება. თუ არჩეული პოზიცია თქვენზე არ რეზონირდა, შეგიძლიათ გადაირჩიოთ. ასევე შეგიძლიათ ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ. და თუ თქვენზე რეზონირდა, საჯარო გაშლა მიიღეთ თქვენზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში. ვიდეო მაშინ იწყებს ხოლმე რეზონირებას, როდესაც ვიდეოს ჩართავთ, მოусმეთ, მისგან საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და არ აქვს მნიშვნელობა, თუ როდის განვათავზე ის საიტზე. პირადი კონსულტაცია, ვისაც გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, მესენჯერში დამიკავშირდით. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. კარგით, დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვა და ვიგებთ, ვინ წავა თქვენი ცხოვრებიდან და ასევე ვიგებთ, ვინ შემოვა. პირველებოდ თქვენი ცხოვრებიდან მიდის პიროვნება, გამოიკვეთა უფრო ქალის ენერგია, რომელთანაც შეიძლება გაკავშირებთ დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ხვდებით, რომ ბოლო პერიოდში თქვენი მოსაზრებები, თქვენი გზები გაიყო და ამ ადამიანს შეიძლება შენიშნეთ თქვენს მიმართ ფარული აგრესია, ფარული შური ან მტრული დამოკიდებულება და რაღაცაში ბოლომდე დარწმუნდებით. ძალიან გეტკინათ გული, საკმაოდ რთულად მიიღეთ ეს ინფორმაცია, ეს რეალობა, ამ რეალობას თვალებში მარტივად არ ჩახედეთ, ძალიან რთულად მიიღეთ, შეიძლება ეს ქალბატონი იყოს კურო, თხის რქა, ქალწულის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული, ან უკვე ისეთი ძალიან დიდხნიანი ურთიერთობა აქვს თქვენთან, ძალიან ბევრი ისტორია გაქვთ ამ პიროვნებასთან, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაფუჭდა, მასთან ურთიერთობა აღარ ჰგავს იმ ძველებურ კავშირს, მასთან ურთიერთობა ტოქსიკურია, ცუდის მომტანია. ხვდებით, რომ თქვენთვის კარგი ამ ადამიანს არ უნდა და უკვე აი ამ პროცესში ხართ. და ქალთან ურთიერთობის გაფუჭება. შეიძლება პიროვნებას ოჯახის წევრადაც თვლით, ან შორეული ნათესავიც იყოს. შეიძლება აქ დიდხანს ფიქრობდით, მიგეცათ თუ არა კიდევ ერთი შანსი, შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგან მაინც ურთიერთობა ესე მარტივად არც დათმეთ, ბევრიც მოუთმინეთ, ბევრი გაუტარეთ, მაგრამ ხვდებით, რომ ეგრეთ წოდებული მტერი ახლოს არ უნდა გაიჩეროთ, რაღაცაში უკვე დარწმუნებით მიიღებთ გადაწყვეტილებას და საბოლოო საფეხურებს და ეტაპებს გადიხართ. რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რა ან ვინ? სხვათა შორის ახალ მეგობრებს ვხედავ თქვენს გარემოცვაში, ვფიქრობ აქ სამეგობრო წრის გაცხრილვა და სამეგობროდ მიღებული ადამიანების გადარჩევის პერიოდი შემოდის თქვენს ცხოვრებაში ზოგადად. ახალი ადამიანებიც შემოდიან და კიდევ შემოვა თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები და ახალი ესეთი სასიამოვნო კავშირები. და სხვათა შორის მხოლოდ აი ამ ქალბატონზე არ შეაჩერებთ თქვენს, ასე ვთქვათ, უნდობლობას. კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს აღმოაჩენთ, რომ ახალი ნიუსები წამოვა ამ პიროვნებასთან ურთიერთობას, რაც უფრო შეაჩერებთ, უფრო მიხვდებით, რომ მის გარშემო კიდევ შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს თქვენთვის
არა კეთილსინდისიერი, არა მეგობრული და ეს ადამიანებიც ამ პიროვნებასთან ერთად თქვენი ცხოვრებიდან გაუშვათ. თქვენ ცხოვრებაში შემოდის სერიოზული ტრანსფორმაცია, სერიოზული გადალაგება, სერიოზული გაფილტვრა სამეგობრო წრის. შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა საერთოდ მთლიანად რაღაც კოლექტივი ან წრეც კი შეიცვალოთ და აბსოლუტურად სხვა ადამიანებთან დაიწყოთ ურთიერთობა. კომუნიკაციების გადაფასება, კომუნიკაციების ცვალებადობა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. და სხვა შორის ცოტა არასასიამოვნო პროცესი არის, მაგრამ მიხვდებით, რომ საკმაოდ კარგად დაგიჯდებათ, საკმაოდ კარგად იგრძნობთ ამ ყველაფრის შემდეგ თავს. დაგემშვიდობებით პირველებო თქვენ და გადავიდეთ მეორე პოზიციის განხილვაზე და ვნახოთ მეორეებო ვინ წავა თქვენი ცხოვრებიდან და ასევე გავიგოთ თუ ვინ შემოვა. თქვენ იკრებთ ძალებს, თქვენში პოულობთ ძალიან დიდ ძალას და იღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ დახუროთ წარსული ურთიერთობა, სადაც შეიძლება რაღაც ნახევრად ღია და ნახევრად დაკეტილი კარები არის დარჩენილი და ეს პროცესი რატომ ავღწერე ნახევრად ღია კარი. შეიძლება გქონდეთ ისეთი ურთიერთობა, სადაც საბოლოო კონკრეტიკამდე არ მიდიოდა ურთიერთობა, რა ფაზაში იყავით და რაღაც კონკრეტული არ იცოდეთ კონკრეტულად ამ პიროვნებას თქვენგან რა უნდოდა, ან სამომავლო გეგმებს არ გიმჟღავნებდათ და ხან მოდიოდა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ხან მიდიოდა და ეს ნახევრად ღია კარები სულ გრჩებოდათ და მაინც ეს პიროვნება ბრუნდებოდა ხოლმე თქვენ ცხოვრებაში, აი ახლა საბოლოოდ კეტავთ იმ წარსულიდან მომდინარე კარს, რა კარმაც ძალიან რთული გზები გამოგატარათ, მაგრამ იმ ეტაპამდე მიგიყვანათ, რომ თქვენ ძალიან გაგაძლიერათ და თქვენს თავდაცვაზე საკმაოდ კარგად იმუშავა ამ მოვლენებმა. საკმაოდ შეიცვალეთ, საკმაოდ ლიდერული გახდით, საკმაოდ გაიზარდეთ, ვიზუალურად გამოიცვალეთ, კარგი უკეთესობისკენ წაიყვანეთ თქვენი ცხოვრება, იმ ტკივილის და იმ გაუგებრობის და იმ ნეგატივის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი, თქვენი ტრანსფორმაცია მოხდა. აი აქ მიდის ეს წარსული, ესე ვთქვათ, წარსულიდან მომდინარე ენერგიები იხურება. ანუ შეიძლება რაც არის ხოლმე რაღაც ისეთი სიტუაციები, რომ გვინდა არ გვინდა რაღაც ერთი წრე წელიწადში ერთხელ რაღაც კარმული ეტაპი დგება და რაღაც მეორდება, ან რაღაც დეჟავიუს მსგავსი ხდება, ან მსგავსი პიროვნებები შემოდიან, ან მსგავს სიტუაციებში ვარდებით, რაღაც რეტროგრადულ პერიოდებს ვგულისხმობ, ხომ? აი ამ რეტროგრადს, რაც თქვენ ცხოვრებაში პირადად თქვენთვის არის მახასიათებელი, აი ამ ყველაფერს დახურავთ. ეხლა ვნახოთ რა ან ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის აქ მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით თქვენს ცხოვრებაში ასეთი სახარბიელო პერსონაჟები არ ჩანან ჯერ კიდევ, იმიტომ რომ რაღაც აი ამ ყველაფრის შემდგომ ძალების აღდგენა თქვენს გჭირდებათ და ჯერჯერობით ერთი კარი დაიხურა და მეორე გაიყო ეს პროცესი არ გელით, იმიტომ რომ რაღაც მომენტში საკუთარ თავში კიდევ რაღაც გადაფასების პერიოდები გექნებათ და აქედან გამომდინარე უახლოეს პერიოდში დაახლოებით დღეიდან 3 თვის მანძილზე ესეთი სერიოზული ნაყოფიერი ადამიანების ან პარტნიორის შემოსვლა არ გიჩანთ და უბრალოდ თქვენ გექნებათ ის გამოცდილება, რომ ძალიან ბევრი პიროვნება იქნება თქვენით დაინტერესებული და რაღაც შეიძლება ზოგმა პაემაზე დაგპატიჟოთ, ზოგმა შეიძლება რაღაც ინიციატივები გამოხატოს, ზოგმა ძალიან დიდი დაინტერესება გაჩვენოთ და რაღაც მცდელობები ჰქონდეთ, მაგრამ ჯერჯერობით თქვენს ცხოვრებაში შემოდის აი ამ ეტაპზე, ამ ვადებში, დღეიდან 3 თვის ვადაზე შემოდის გამოსაცდელი პერიოდი, თუ რამდენად კარგად უმკლავდებით
დაკვებით იმ გადაწყვეტილებას, იმ წარსულის განულებას, რაც მიიღეთ და აი ეს პერიოდები გექნებათ, რომ საკუთარ თავთან ყოფნით დატკვებით და არასასურველ ადამიანებს პირდაპირ ერთ SMS-ში ამოიცნობთ და მიხვდებით, რომ ეს პიროვნება კარგს არაფერს მომიტანს, გულს მატკენს და ჩანასახშივე არ მისცემთ იმის უფლებას, რომ თქვენ სივრცეში შემოუშვათ. ჯერჯერობით ესეთი ეტაპები შემოდის. ჯერჯერობით შემოდიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ისევ გამოცდას და კარმას ემსახურებიან, მაგრამ აქ ძალიან კარგად და ნათლად ჩანს, რომ თქვენ მათ თქვენ სივრცეში აღარ შემოუშვებთ. დაგემშვიდობებით მეორეებო და გადავიდეთ მესამე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით. მესამეებო და ვნახოთ, ვინ წავა თქვენი ცხოვრებიდან და ასევე გავიგოთ ვინ შემოვა. თქვენ ცხოვრებიდან მიდის რაღაც ილუზიები, შეიძლება ესე ჩავთვალოთ, რომ თქვენ ჩათვალოთ, უბრალოდ რომ რაღაც საკითხზე შეიქმენით ილუზიები, რეალობას ასცდით და ეს სიტუაცია დახუროთ. ან ისეთი ადამიანი ჩამოიშოროთ, რომელსაც მიხვდებით, რომ რეალობაში თქვენთვის არაფრის მოცემა არ შეუძლია და უბრალოდ მასთან კომუნიკაცია დროის კარგვა, ილუზია, მხოლოდ დანაპირებია და ქმედებები არაფერი არ არის. შეიძლება ეს პიროვნება თქვენგან შორს იყოს, ან სხვა ქალაქში ცხოვრობდეს, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს. ინტერნეტის საშუალებით კონტაქტობდეთ მხოლოდ რეალურ სამყაროში ნანახიც არ გყავდეთ და მიხვდეთ, რომ აი ძალიან ენერგიას მაცლის ამ პიროვნებასთან ლაპარაკი, ძალიან უნაყოფო არის ეს მდგომარეობა, რაღაც ილუზიური არის ეს ყველაფერი და მაშინვე მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ ამ პიროვნებასთან დაამთავროთ ყველანაირი თქვენთვის უკვე უაზრო კავშირი. თუნდაც ეს შეიძლება მომდინარეობდეს იქიდან, რომ ამ პიროვნებას ახასიათებდეს ემოციებზე თამაში, ან ახასიათებდეს რაღაც არასერიოზული გამოხტომები, ან რაღაც მომენტში არასასიამოვნო რეპლიკები და თქვენ მიიღოთ ესეთი გადაწყვეტილება თქვენ ცხოვრებიდან ეს პიროვნება გაუშვათ. ილუზიასა და რეალობას შორის ზღვას გაავლებთ და ყველანაირ ფანტაზიას თქვენი ცხოვრების მიღმა დატოვებთ. რაღაც ასიკეთოა ეს, ხომ? ხანდახან რაღაც ილუზიამ და ფანტაზიამ შეიძლება განწყობა აგვიმაღლოს, მაგრამ თუ ძალიან ღრმად ჩავიძირეთ მასში, უკვე ტოქსიკურ ფაზაში გადადის და ამ პროცესს გულისხმობ. კიდევ შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ თქვენი ცხოვრებიდან წავიდეს ის გადაწყვეტილება და ის გეგმა, რომ შეიცვალოთ ქვეყანა ან ქალაქი. უბრალოდ აწონდაწონოთ და მიხვდეთ, რომ ამ ცვლილებისთვის მზად არ ხართ, ან არ გიღირთ და ისევ იმ ქალაქში დარჩეთ, სადაც ახლა ხართ და გადაადგილებასა და ასე ვთქვათ, სადმე წასვლას თავი აარიდოთ. ვინ შემოვა თქვენ ცხოვრებაში? დიდად ვერ ვხედავ, რომ თქვენ ახლა დაინტერესებული იყოთ, რომ ახალ ნაცნობებს კარს უღებდეთ, თითქოს საკუთარ თავში თავთან უფრო კარგად გრძნობთ თავს, ვიდრე საზოგადოებაში ან ახალ ნაცნობებთან, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მოდის თქვენ ცხოვრებაში ახალი პიროვნება. აქ შეიძლება იყოს ახალი დაქალის შემოსვლა, გაიცნობთ ისეთ ქალბატონს, რომელთანაც მიხვდებით, რომ კარგი კომუნიკაცია შეიძლება კომუნიკაცია მოგეწონოთ და კარგი ნაცნობობა შეიძლება გაგრძელდეს და მე უკვე მიხვდებით, რომ სამეგობრო ძალიან კარგი ადამიანი არის, საკმაოდ გამოცდილი ადამიანი არის, საკმაოდ ისეთი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება არის და ახალი მეგობარი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. ეს საკმაოდ ისეთი თქვენთვის რაღაც მომენტში აი ამ
გადაწყვეტილებას ძალიან ისე დაფიქრებულად მიიღებთ, იმიტომ რომ ძალიან სანდო და თქვენთვის საინტერესო თემებზე მოსაუბრე პიროვნება იყოს, რომელმაც შეიძლება ის გზები უკვე გამოიარა და დიდი გამოცდილება ჰქონდეს და ეს გამოცდილება გაგიზიაროთ და აი აქედან გამომდინარე თქვენი მეგობრობა გაგრძელდეს. აქ მოდის ზოდიაქოთი ტყუპების ასწორი ან მერწყული, რომელთანაც კარგ კომუნიკაციას დაამყარებთ და თქვენს ცხოვრებაში შემოვა უკვე ძალიან ისეთი მშვიდი და ჰარმონიული ეტაპი. მაგრამ მაინც რო ვთქვა, რომ დღეიდან დაახლოებით 3 თვეზე ვივარაუდებ ამ გაშლას, რომ თქვენ იქნებით ძალიან მზად, რომ ახალი ნაცნობები გაიჩინოთ, რაღაც სიახლეებში გადაეშვათ, იქნებით აქტიური, ვერ გეტყვით. უფრო აირჩევთ იმ გზას, რომ რაღაც მომენტში საკუთარ თავთან ურთიერთობით უფრო დაადგმეთ და აი რაღაც თქვენს განვითარებასა და სწავლას მიყოთ ხელი. აქ ვისაც გაქვთ დაგეგმილი, რომ რაღაც ახალი შეისწავლოთ, თუნდაც ონლაინ კურსებზე ჩაეწეროთ, სახლიდან გაუსვლელად იმუშაოთ, სახლში დაყოთ მეტი დრო და რაღაც სოციუმს ცოტათი ჩამოშორდეთ, მაგრამ თქვენ პირად განვითარებას სხვანაირად შეუწყოთ ხელი, იქნება იდეალური დრო ამისთვის, ძალიან კარგი პერიოდი იქნება ამისთვის და თქვენს თავთან დალაგება და ახალი მეგობრის ერთი კონკრეტული ადამიანის შემოსვლა ჩანს თქვენს ცხოვრებაში, რომელთანაც კარგი, ესეთი რაღაც ბრძნული, ჯანსაღი ურთიერთობა გაგრძელდება. უფრო ასეთი პერიოდები შემოდის თქვენთან. რაც შეეხება ხა პირად ცხოვრებას, თქვენს პოზიციაზე შემიძლია გითხრათ, რომ პირად ცხოვრებაში ანაჩქარებ გადაწყვეტილებებსაც არ მიიღებთ და რაღაც პერიოდის მანძილზე შეიძლება ეს საკითხი სერიოზულად აღარც განიხილოთ და დაელოდოთ იმ შეგრძნებას, იმ განსაკუთრებულ განცდას, რომელიც ესე მარტივად და ყოველდღიურად არ მოდის, ხო? რაღაც უფრო განსაკუთრებულ პიროვნებას დაელოდოთ და საკუთარ გულს მიენდოთ, რაღაც გამოცდილებებს დაეყრდნოთ. და გემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.